გამარჯობა, ვაგრძელებ საუბარს ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლმომარაგებაზე. დღევანდელ ლექციაში ვისაუბრებ მსხვილი ნაწლავის არტერიებზე. მოცემულ სლაიდზე მარჯვენა მხარეს ვხედავთ მაკროპრეპარატს, სადაც კარგად ჩანს მსხვილი ნაწლავის ნაწილები, როგორც ვიცით, რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ეს მისი დანამატი, ჭიაყელა ნაწლავი, ბრმა ნაწლავი, აღმავალი კოლინჯი, განივი კოლინჯი, დაღმავალი კოლინჯი, ეს სიგმოიდური ნაწლავი და სწორი ნაწლავი აქ კარგად არ ჩანს სწორი ნაწლავი. თან გარდა ამისა, სწორ ნაწლავს ცალკე ლექციაში განვიხილავ, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ყურადღებას და ცალკე განხილვას მოითხოვს. რაც შეეხება ახლა თვით მსხვილი ნაწლავის სიგრძეს, იგი დაახლოებით მერყეობს 150-დან 180 სანტიმეტრამდე, რა თქმა უნდა, ესეც ვარიაბელურია. დიამეტრი განსხვავებული არის და ინდივიდუალურია, თუმცა უნდა გვახსოვდეს ის, რომ პროქსიმალურ ნაწილში, ანუ ბრმა ნაწლავზეა საუბარი, როცა პროქსიმალურზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მეტად განიერია და დისტალური მიმართულებით ვიწროვდება. თუმცა ეს არ ეხება სწორ ნაწლავს და ამას მერე ცალკე ლექციაში განვიხილავ, რა მიზეზით, ამას თავისი, რა თქმა უნდა, გარკვეული მიზეზები აქვს და ამიტომაც ვიცოდეთ, რომ ბრმა ნაწლავიდან სიგმოიდურ ნაწლავამდე დიამეტრი, როგორც ასეთი, მცირდება ნაწლავის. სკელეტოტოპიის კუთხით, როგორც წესი, ბრმა ნაწლავი გვხვდება დაახლოებით L5-ის საპროექციო არეში. შემდგომ, განივი კოლინჯის მარჯვენა მხარე, ეს ღვიძლის ნაკეცი, რაც გვაქვს, ღვიძლის კუთხე, აქ ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არის ხოლმე ძირითადად L1-ის დონეზე, ხოლო L1-ის კუთხე არის გულმკერდის მე-12 მალის დონეზე ამ საპროექციო არეში და ჩანს კიდევაც ამ სურათზე, რომ უფრო მაღლა დგას მარცხენა მხარეს ეს განივი კოლინჯი. რაც შეეხება ახლა სიგმოიდური ნაწლავის ტერმინალურ ნაწილს, ან გადასასვლელს სწორ ნაწლავში, იგი უფრო მეტად მუდმივია, სკელეტოტოპიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, და დაახლოებით არის S3-ის დონე. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მუდმივი და ვარიაბელურია, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი ანატომიაში. გარდა ამისა, კიდევ უფრო კარგად რო წარმოვიდგინოთ, აქ რასაც ვხედავთ, გინდ მარჯვენა მხარეს, გინდ მარცხენა მხარეს, ხო? განივი კოლინჯი ზემოთ არის აწეული, ხვდებით, ხო? როგორც წესი, იგი ქვემოთ არის, ეს ქვემოთ რო გადმოვდოთ, ესეთი ანატომიური მდებარეობა აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში, რომ უბრალოდ უკეთესად დავინახოთ, თან ნახატის მარცხენა მხარეს რაც არის, არტერიები რომ კარგად გავიაზროთ, დავინახოთ, უმჯობესი არის ხოლმე, რომ ეს განივი კოლინჯი ზემოთ ავწიოთ. დავიწყოთ ახლა საუბარი უშუალოდ არტერიებზე და მთავარი ვახსენოთ, მსხვილი ნაწლავის სისხლმომარაგებას არტერიულს უზრუნველყოფს ფაშვის-ღეროს შემდგომი ორი კენეტი არტერია, რომელიც მუცლის აორტას გამოეყოფა მუცლის ღრუში. ეს არის ჯორჯლის ზედა, რომელიც აქამდე ბევრჯერ ვახსენე უკვე, ეს არის ჯორჯლის ზედა და ჯორჯლის ქვედა არტერია. ეს არის ჯორჯლის ქვედა არტერია. და ეხლა რა ტოტებია? რა თქმა უნდა, ამ ტოტებსაც გარკვეულ მათგანს აქამდეც შევეხე, ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ანასტომოზები მყარდება და გარკვეული ტოტები იძლევა ხოლმე სხვა ორგანოსთან ტოტს. ასე რომ ესეც არ უნდა გაგვიკვირდეს ერთ და იგივეს გამეორება თუ მოგვიწევს. ამ ნახატზე, ეს ნახატი განსაკუთრებული იმით არის, რომ იშვიათი და მნიშვნელოვანი ანასტომოზებია ნაჩვენები, თუ რომელი ამას მოგვიანებით ვიტყვი, თუმცა დავიწყოთ ახლა უშუალოდ ჯორჯლის ზედა არტერიის, აი ტოტების დასახელებით, რომლებიც მსხვილ ნაწლავს სისხლით, არტერიული სისხლით უზრუნველყოფენ. რა თქმა უნდა, პირველი აქ არ ჩანს და ესეც ერთ-ერთი ვარიანტია იმისა, თუ რა არტერიულ სისხლმომარაგება შეიძლება შევხვდეს მსხვილი ნაწლავის შემთხვევაში, ამიტომაც გადავდივართ წინა სლაიდზე და აქ ვახსენე კიდევაც ეს ილეოკოლიკა, ანუ თეძოკოლინჯის არტერია, რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოეყოფა ჯორჯლის ზედა არტერიას და არტერიული სისხლით ამარაგებს ბრმა ნაწლავსა და ასევე იგი იძლევა ტოტს, რომელიც თავის მხრივ ჭიაყელა ნაწლავის არტერიით არის გვხვდება, ანუ ეს არის აპენდიკულარული არტერია, ეს უშუალოდ და მას თავისი ჯორჯალი აქვს,
მცირე პატარა ზომის, შესაბამისად ვინაიდან ჯურჯალი აქვს, ექნება კიდევაც arteria, ხო სწორია? და აი აქ არის ეს აღნიშნული, აი აქედან მოემართება, აქ ჯურჯალი იქმნება და უზრუნველყოფს აპენდიქსის სისხლმომარაგებას arteriulს. და ასევე რა თქმა უნდა, აქამდეც ვახსენე, ეს არის ბრმანაწლავის არტერიები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე იყოს და როგორც წესი ორ ნაწილად იყოფა, წინა და უკანა ტოტებად და შესაბამისად ბრმა ნაწლავის წინა ზედაპირისკენ მიემართება და უკანა ზედაპირისკენ. დაუბრუნდეთ ახლა ისევ ამ სლაიდს, აქ რა არის ახლა განსხვავებული. ეს თეძო კოლინჯის arteria ცალკე არ გამოეყოფა ჯორჯილის ზედა arterias. და გამოეყოფა, ეს არის უკვე შემდგომი ტოტი, რომელიც იქითა სლაიდზეც აი შევხედოთ, აი აქ არის ნაჩვენები და ეს არის კოლინჯის მარჯვენა arteria. მარჯვენა იქიდან გამომდინარე, რომ კოლინჯის მარჯვენა მხარის arteriul სისხლმომარაგებას უზრუნველყოფს. ეს ხომ მარჯვენა მხარე აღმავალი კოლინჯი, ხო, ბრმა ნაწლავის მარჯვენა მხარეს არის მოთავსებული აპენდიქსიც და აქედან გამომდინარე მარჯვენა arteria ქვია კოლინჯის. ძალიან მარტივია, არაფერი ისეთი უცნაური. ხო, და აქ ერთ ტოტად გამოეყოფა, ანუ კოლინჯის მარჯვენა arteria და მერე კოლინჯის მარჯვენა arterias გამოეყოფა უკვე თეძო კოლინჯის arteria, ანუ ერთი ტოტის სახით არიან. მაგრამ ლიტერატურაში ასევე გვხვდება, როდესაც პირიქით ამას უწოდებენ ხოლმე თეძო კოლინჯის arterias და შემდგომ თეძო კოლინჯის arterias გამოეყოფა კოლინჯის მარჯვენა arteria და ის იძლევა მერე თავის ტოტებს. აი ესეთი ვარიაციები უნდა გვესმოდეს, უბრალოდ გავიაზროთ ის მომენტი, რომ ვინაიდან მეზობლად არის, შეიძლება ერთ ტოტად გამოიყოფოდეს. ანატომიაში ძალიან ბევრი ვარიანტები გვხვდება, ფაქტობრივად ყველა ღრუში, რომ თქვათ ერთი ტოტით გამოდიოდეს, თქვათ თავარი მაგისტრალური სიზარღვიდან, ორი arteria, ეგეთი რაღაცა არ არის გასაკვირი. კარგით, გავაგრძელოთ. შემდგომ, აი თქვათ ეს ხო არის კოლინჯის მარჯვენა arteria, იგი თავის მხრივ ტოტებს იძლევა, როგორც ახლა დავასახელეთ თეძო კოლინჯის ტოტები, ხო? და აი ამ ნაწილის, ამ ბრმა ნაწლავისა და აპენდიქსის arteriul სისხლმომარაგება უზრუნველყავით. ახლა უნდა ვისაუბროთ უკვე კოლინჯის მარჯვენა arteries ტოტებზე და ვინაიდან ეს მარჯვენა არის და აქ გვაქვს აღმავალი კოლინჯი, იგი იძლევა აღმავალ ტოტს, აი ეს არის აღმავალი ტოტი და დაღმავალი ტოტი. ძალიან ლოგიკურია, ხო? და შესაბამისად ეს დაღმავალი ტოტი ანასტომოს ამყარებს, რა თქმა უნდა, ბრმა ნაწლავის ტოტებთან, ბუნებრივია, თეძო კოლინჯის ტოტებთან. ესეც არ უნდა გაგვიკურდეს და რაც შეეხება აღმავალ ტოტს, იგი თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ანასტომოს დაამყარებს შემდგომ ტოტთან, რომელიც არის ჯორჯილის ზედა arterიის ტოტი. და ეს არის კოლინჯის შუა arteria. კოლინჯის შუა arteria ბუნებრივია, უნდა უზრუნველყოფდეს სისხლმომარაგებას უკვე გადავდივართ ზედა ნაწილზე, არის განივი კოლინჯი, ხო? ლოგიკურია, მიუყვებით პროქსიმალური ნაწილიდან დისტალური ნაწილისაკენ მსხვილი ნაწლავის და შესაბამისად ესე თანდათან ქრონოლოგიურად განვიხილავთ თითოეულ ტოტს. გვაქვს შუა თუ გვაქვს შუისთვის, ვთქვათ, რომ გავყოთ შუაზე რაღაცა ნაწილი, გვაძლევს მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ხო სწორია? სწორია. შესაბამისად, აქ მისი ტოტები იქნება მარცხენა ტოტი, რომელიც მარცხენა მხარეს მიემართება, ანუ ეს და მარჯვენა ტოტი, რომელიც მარჯვენა მხარეს მიემართება. და მარჯვენა ტოტი, რა თქმა უნდა, ანასტომოს დაამყარებს კოლინჯის შუა arteries აღმავალ ტოტთან. და აი, ასეთი ანასტომოზი მყარდება. არც ეს არ არის გასაკვირი, ხო, საკმაოდ ლოგიკური, აბსოლუტურად ყველაფერი ლოგიკური არის. არაფერი ამაში, თქვათ, რაღაცა უცნაური არ არის. მაგრამ გვაქვს ასევე მეორე ტოტი და უნდა გავაგრძელოთ, გავყვეთ ახლა ამ გზას. და ეს, როგორც თქვით, არის მარცხენა ტოტი, კოლინჯის შუა arteries და ვიცით, რომ ახლა მარცხნივ მიემართება. რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ანასტომოზს უნდა ამყარებდეს შემდგომ ტოტთან, მაგრამ შემდეგი ტოტი აქ ჯორჯილის ზედა arterias აღარ გამოეყოფა და გადავდივართ შემდეგ კენტ arteriaze, რომელიც მუცლის აორტას გამოეყოფა. ეს არის ჯორჯილის ქვედა arteria და მისი პირველი ტოტი, როგორც წესი, არის კოლინჯის მარცხენა arteria. ან აქ თუ ქონდა მარჯვენა და მარჯვენა კოლინჯის arteriul სისხლმომარაგებას უზრუნველყოფდა, მეორე მხარეს, საპირისპირო მხარეს, რა თქმა უნდა, იქნება მარცხენა, ძალიან ლოგიკურია. და მარცხენა თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე გვაძლევს აღმავალ და დაღმავალ ტოტებს.
ესეც არ უნდა გაგვიკვირდეს, აქაც ვარიაციები გვხდება ლიტერატურაში რო შეხვდეს ასეთი განსხვავებები, არც აქ არ უნდა გაგვიჩნდეს კითხვა რამე შეცდომა ხო არ არის. არა. ვარიაციებია უამრავი, ასე რომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის, როდესაც ანატომიას ვსწავლობთ. და კოლინჯის შუა არტერიის მარცხენა ტოტი ანასტომოს ამყარებს კოლინჯის მარცხენა არტერიის აღმავალ ტოტთან და აქ წარმოქმნის ავტორის მიხედვით, აი აქ წერია კიდევაც, რიოლანის რკალს, რომელიც არის ანასტომოზი, აქამდე უკვე ვახსენე, ჯორჯლის ზედა არტერიასა და ჯორჯლის ქვედა არტერიას შორის. აი რიოლანის რკალი, რაც კი რამე ანატომიის შესახებ წიგნი მაქვს წაკითხული, აბსოლუტურად ყველგან წერია ხოლმე, გამოკლებით აი მოგვიანებით ვიტყვი კიდე გარკვეულ ანასტომოზებს, გარკვეულ კავშირებს, რომლებიც ყველა წიგნში არ გვხვდება. ასე რომ რიოლანის რკალს შევხვდებით ყველგან და დარწმუნებული ვარ, ვინც ანატომიას სწავლობს, უკვე ბევრჯერ შეხვედრია. და ეს რიოლანის რკალი გვაქვს როგორც წესი, შეიძლება იგი შეგვხვდეს უფუნქციო მდგომარეობაში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, არა აქ ამას მნიშვნელობა რა მიზეზები, უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს, იგი ჩაერთვება ფუნქციაში და ეს ანასტომოზი აღდგება ხოლმე და ფუნქციონირებს. ესეც უნდა გვესმოდეს. ახლა შემდეგი ტოტი, დაღმავალი ტოტიც ვთქვით, დაღმავალი ტოტი თავის მხრივ, რა თქმა უნდა, კავშირს დაამყარებს ქვედა ტოტთან. ქვედა ტოტი ამ ჯორჯლის ქვედა არტერიის არის შემდგომი ნაწილის. ხო? ამ შემდგომი ნაწილი რა არის? ხო, აქ გვაქვს ახლა უზრუნველყავით დაღმავალი კოლინჯის, დაღმავალი კოლინჯის შემდგომ მოდის რა თქმა უნდა სიგმოიდური ნაწლავი. და სიგმოიდური ნაწლავის არტერიებს ხვდებით. აი არტერიები იმიტომ ვთქვი მრავლობით ფორმაში, რომ შეიძლება 2-დან 5-მდე შევხვდეს. ეს დამოკიდებულია სიგრძეზე. ამასაც მე მგონი ძალიან მარტივად ხვდებით. თუ გრძელია ნაწლავი, შესაბამისად არტერიების რაოდენობაც როგორც წესი, მაგრამ არა ყოველთვის, გვხვდება მეტი რაოდენობით, ანუ რამდენიმე. 5-მდე შეიძლება შევხვდეს. აქ ახლა 2-ია ნაჩვენები და ეს არის სიგმოიდური და არტერიები და ესენი უზრუნველყოფენ, რა თქმა უნდა, სიგმის არტერიულ სისხლმომარაგებას. აი, შემდგომი ტოტი არის აი აქ ნაჩვენები, ეს რა თქმა უნდა ვახსენე, რომ ცალკე ლექციაში განვიხილავ მეთქი, მაგრამ თქვათ, იმიტომ რომ ჯორჯის ქვედა არტერიას გამოიყოფა და ხომ უნდა ვიცოდეთ რა ტოტია, ეს ტოტი არის სწორი ნაწლავის ზედა არტერია, რომელიც რა თქმა უნდა უზრუნველყოფს აი ზედა ნაწილის არტერიულ სისხლმომარაგებას. ამას შევეშვათ. ახლა დაუბრუნდეთ გამონაკლის შემთხვევებს, ერთი და მეორე კიდე იმ ანასტომოზებს, რომლებიც როგორც წესი ყველა ლიტერატურაში არ გვხვდება ხოლმე, თუმცა მნიშვნელოვანია. აი აქ კავშირით რომ მივყევით, ხო? აი ერთმანეთთან რო ანასტომოზებს ამყარებენ და ესეთი, ნახეთ, აი მედიალურად კოლინჯის მთელ გაყოლებაზე, აქ ახლა რიოლანით არის მონიშნული, აი აქ წყდება, როგორც ხედავთ, აი აქ უნდა იყოს ხო კავშირი, მაგრამ წყდება და აი რიოლანი ერთვება. აი ესე მთელ გაყოლებაზე, როგორც ხედავთ, არის აი ესეთი კავშირი, მარგინალური არტერია, დრამონდის მარგინალური არტერიით ხვდებით ლიტერატურაში. ესეც კარგად უნდა გვესმოდეს და განთავსებული არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ კოლინჯის მედიალურ კიდესთან. და ამას ხვდებით მუდმივად, იგი უზრუნველყოფს არტერიულ სისხლმომარაგებას, კავშირი არის რეალურად ამ არტერიებს შორის. გარდა ამისა, ასევე ჩვენ ხვდებით უფრო ახლოს მდებარე, ანუ ჯორჯლის ზედა არტერიასა და ჯორჯლის ქვედა არტერიას შორის ანასტომოს, რომელსაც აი აქ პრინციპში წერია, მოსკოვიცის არტერია ეწოდება და იგი კავშირს ამყარებს, ხედავთ ხო ეს რა არის? ეს არის ჯორჯლის კოლინჯის უпростоრად, კოლინჯის შუა არტერია, რომელიც თავის მხრივ მოკლე გზით დაუკავშირდება კოლინჯის მარცხენა არტერიას. აი ასე. და ეს ანასტომოზიც გვხვდება ხოლმე როგორც წესი. შესაბამისად, აი ესეთი უხვი ქსელი წარმოიქმნება. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. გარდა ამისა, შეიძლება კოლინჯისაკენ ტოტებს, ეს გამონაკლის შემთხვევებია, იძლეოდეს აი ეს პირველი ტოტი, მაგალითად, რომელიც წვრილი ნაწლავისაკენ მიემართება, აქედან გვაძლევდეს ტოტს, რომელიც შეუერთდება მსხვილი ნაწლავის ჯორჯალს და უზრუნველყოფს მის არტერიულ სისხლმომარაგებას. ან ცალკეულად დაუკავშირდება. ეგეთი იშვიათი ვარიანტები, როგორც პროქსიმალურ ნაწილში, აი
ჯორჯილის ზედა არტერიისა, ხო? ასევე დისტალურ ნაწილშიც, აი ბოლო ტოტი მაგალითად, თეძუს ნაწლავის, ხო, იძლეოდეს გარკვეულ ანასტომოს და კავშირს ამყარებდეს ეს ვახსენე კიდევაც, როგორც ვთქვათ, პროქსიმალური ნაწილიდან იძლევა ანასტომოს საჭიროების შემთხვევაში, ასევე დისტალური ნაწილიდან. ესეც უნდა გვესმოდეს, ხო? თუ კავშირი არის, ორივე მხრივ შეიძლება უზრუნველყოს არტერიული სისხლომარაგება, საჭიროების სამებრ. ფაქტობრივად, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.